გამარჯობა. ერთხელ დავიო რადიოს სცენელო, ჩვენო მაყურებლებო, ამჯერად შევიცვალეთ ცოტა მიზანსცენა და ჩვენი სტუმარი დღეს დაპირებისამებრ არის ბუკა პეტრიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი. სულ ფიქრობდი, აფიშაზე დამეწერა ბუკა თუ დამეწერა ალექსი და მე მგონი არ არის უხერხული, ჩვეულებრივად მოგმართავ. მარტო საზოგადოებას ესე ვიცნობს, ასე რომ არავით არის პრობლემა არ არის ოჯახის წევრების და მეგობრების. ჩვენი საუბარი შედგება მე ძალიან ისე ინტერესით უყურებ შენს გადაცემებს და შენს პუბლიკაციებს, მით უმეტეს რომ ამერიკაში ვარ ახლა რეალურად და მგონია რომ აი ესეთი პროფესიონალური აზრი ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ წალეკა ჩვენი Facebook-ის და საერთოდ ჩვენი დღევანდელობაც რაღაცნაირმა ემოციურმა დაუსაბუთებელმა მიდგომამ და ხანდახან აი ესეთი დასვენებაც საჭიროა ხოლმე რომ რაღაცა რეალური ლოგიკური დასაბუთებული მსჯელობა გაიგონო და ჩემი ასე ვთქვათ მიზანიც ეს იყო ერთ-ერთი, იმიტომ დაგიძახე და დიდი მადლობა რომ გამოგვეხმაურე რომ აი ამაზე ვისაუბროთ და შენი როგორც პროფესიონალის აზრი გავიგო მე თვითონ და გავაგებინა ჩვენ მაყურებელს. თემა ავირჩიეთ ესეთი ამერიკა დღეს, იმიტომ რომ მე შიგნიდან უყურებ თან ესეთი დუღილი, ესეთი დაპირისპირება, ესეთი გაყოფა, ეს სიტუაცია უჩვეულოა თავად ამერიკისთვის, ამერიკელებიც მეუბნებიან. ესეთი ყურადღება პოლიტიკაზე, საერთოდ ამერიკა ცნობილი იყო იმით, რომ ბევრს მაინდამაინც არ აიტანს. ეს აბსოლუტურად სწორია. ჩემი ბრალია თუ საიდან მოდის? ეხლა ისმის. ხო, ისმის. ხო და ერთი ის მინდა ცოტა გამიგზავნა შესავალი გავიხსენო ესეთი ცნობილი ანეკდოტი იყო არ ვიცი მართალია თუ არა რეიგანი რომ გაპრეზიდენტა მიაკითხეს მაგის ძველ მასწავლებელს რომელიც ჯეკნებაში სკოლაში ასწავლიდა ამერიკულ ფეხბურთს ათამაშებდა და კითხეს რომ ესა რა ქვია მასო აი რონი რეიგანზე რა აზრის ხარო და გაიხსენა ტიპმა რომ აუ რაღაცა ბიჭი იყო რაღაცა კარგის და რასაკეთებს რო ეხლაო და ხო პრეზიდენტი გახდა, ვაი ყოველთვის ვიძახდი შორს წავიდოდაო. ეს სიტუაცია სრულიად დაკარგულია, ძალიან პოლარიზებულია და პლუს ის რომ ამერიკის ვითარება ძალიან ახდენს გავლენას მთელ დანარჩენ მსოფლიოსაც. ნამდვილად. ეს იყო ჩემი შესავალი, ვეცდები მინიმალურად ჩაგერიო და უბრალოდ კითხვებით დავაზუსტო, ამას თუ ვერ გავიგებ. შენი ზოგადი შთაბეჭდილებით დავიწყოთ, აი რა ხდება დღეს და რატოა? სამწუხაროდ პირველ რიგში მოგესალმებით თორნიკე, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის დარიო რადიოს შენ პირადად და მართლაც დიდი სიამოვნებით მეც ასევე ყურადღებით ვადევნებ თვალყურს თქვენს გადაცემებს ძალიან კარგი რუბრიკა გაქვთ მნიშვნელოვანი საჭირო რომ ამ საშუალებითაც გაიცნოს საზღვარგარეთ იქნება თუ ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა მოქალაქეებმა ვის შეიძლება ხმამიცეს და ვის არ შეიძლება რომ ხმამიცეს მაჟორიტარებთან საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო და საჭიროც არის ნამდვილად, ისევე როგორც სხვა აქტუალურ თემებზე, ეხლა ცოტა ხნის წინ მეც ყურადღებით უსმენდი ქალბატონი ჯანას და ლაშა ბაქრაძის ძალიან საინტერესო ინტერვიუს, როგორც მოსალოდნელი იყო ბუნებრივია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და დღეს იქ არსებულ მანდარსებულ მდგომარეობას ჩვენ რა თქმა უნდა აქ საქართველოსთან გაფაცისებით ვადევნებს მართლა თვალყურს ჩახედულების ჩაუხედავების ყველას აქვს ძალიან დიდი ინტერესი ბუნებრივია იმიტომ რომ პირველ რიგში მათთვის ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები ძვირფასია ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში მე ამოვალ ამ შემთხვევაში ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაბილურობა, მისი სიძლიერე, მისი სიმტკიცე და მისი ლიდერობა გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული გამოწვევები 100 წელი შესრულდება რამდენიმე თვეში რუსეთის ოკუპაციის თარიღიდან და სამწუხაროდ დღეს ისეთივე რეჟიმში ვიმყოფებით ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან და ოკუპანტ ქვეყანასთან, როგორიც იყო 100 წლის უკან, დღეს ამას ცოტა სხვა ფორმა აქვს, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა იდეაში. ამდენად
ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთვის მის პოზიციას, მის სიმტკიცეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგომისთვის, თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგომისთვის. ამდენად ის რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, არ შეიძლება არ გვაღელვებთ. ეს როგორც აღნიშნე, შესავალ ნაწილში მე მაქვს გარკვეული დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ელჩთან და პიროვნებასთან ლევან მიქელაძესთან ერთად მომიწია მქონდა ბედნიერება ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოს საელჩოში მუშაობის და მანამდეც და მას მერე ძალიან ინტენსიურად და აქტიურად ვადევნებდი თვალყურს ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს. მეც ასევე შემიძლია გითხრა, რომ არ მახსოვს გულწრფელად ასეთი ვითარება, როგორიც არის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ჩემს მეგობრებსაც ამერიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად რთულად თუ ახსენდებათ ის ასეთი პერიოდი, როდესაც ასეთი პოლარიზებული იყო თვითონ შიგნით ქვეყნის შიგნით ამ საზოგადოებებს შორის სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის დაპირისპირება და ამის ყველაფრის განუყოფელი ნაწილი არის პოლიტიკა და განუყოფელი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები. ის რაც ხდება, ჩემი აზრით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მხარეების, ესე ვთქვათ, თავის სასარგებლოდ, ესე ტალღაზე მოждდომის მცდელობის თუ წავალთ კიდევ უფრო შორს ამის თავის სასარგებლოდ გამოყენების, აი მომხდარი შემთხვევიდან, ფლოიდის მკვლელობის შემთხვევიდან ამის სწრაფად ათვისება გამოყენების, მაგრამ ეს შემდგომ ისეთ უმართავ და ისეთ რთულ პროცესებში გადაიზარდა, რომ თავად დემოკრატებსაც უკვე რომლებიც ესე გულხურვალეთ უჭერდნენ მხარს მთელ ამ პროცესებს და შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია ამ მოძრაობას და საერთოდ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, შავი სიცოცხლე, თეთრი სიცოცხლე, ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ ხელად შეიჩინა თავი ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა, ჩვენ ნახეთ ვანდალიზმი, ჩვენ ნახეთ ექსტრემიზმი, თეთრკანიანი ამერიკელების დაშინების ძალიან სერიოზული ფაქტები და მცდელობები, რამაც კიდევ უფრო მეტად მოახდინა საზოგადოებას შორის შიგნით განხეთქილება და პოლარიზაცია. ძეგლების ნგრევა, შეღებვა, რაღაცა მთელი ის პროცესები, რომელიც ყველაზე ცუდ კოშმარში შეიძლება მოყვები და გადასული ახლა ცოტა ესე ზედაპირულ და დილეტანტურ დონეზე არის ხოლმე მიდის ლაპარაკი ტრამპი როგორ მოგწონს ან დემოკრატებს ეს ცოტა ესეთია ხანდახან სასაცილო და საშაყილოც არის მე ვამბობ საფუძველი რა არის ამ დაპირისპირების რეალურად შე როგორ ხედავ ეს არის რაღაცა მსოფლმხედველობის გრევა და ახლის შემოტანა თუ იმიტომ რომ მართლა ძირში სხვა დაპირისპირება დღეს ეს მარტო ტრამპის უსახციელობებით არ აიხსნება ან თქვათ პელოსის რაღაცა განცხადებებით ეს ყველაფერი ზედაპირია ამ არ შეიძლება ესეთი საფუძვლიანი ჯახი მოხდეს ასე ვთქვათ მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცა ცუდად იქცევა ან ვიღაცა ცუდად ლაპარაკობს აი ძირეული პროცესები რა არის რა იწვევს აი ამ საშინელ ვითარებას რომელიც ახლა არის როგორც ჩანს გარკვეულწილად ეს ესე ვთქვათ პრობლემა დალექილი იყო როგორც ჩანს და იყო გარკვეულ ესეთ პლასტებში მოთავსებული რომელიც აი ზუსტად ამ ბოლოდროინდელი მოვლენების აფხულში განვითარებული მოვლენების და ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული ესე ვთქვათ გარდაცვალების შემდეგ წამოვიდა ზედაპირზე ეს ხომ რა თქმა უნდა მართლაც რაც არ უნდა არაორდინალური განცხადება გააკეთოს გნებავთ ტრამპმა გნებავთ დემოკრატების ლიდერებმა ეს განცხადებები აბსოლუტურად გეთანხმები ვერ გახდებოდა
ტრიგერი, ამფეთქებელი ამ არსებული სიტუაციის ნიადაგის არარსებობის პირობებში. ამის ნიადაგი არსებობდა, იყო ეს წლების მანძილზე, როგორც ჩანს, დალექილი, უბრალოდ აი წინა საარჩევნოდ მე ვფიქრობ, რომ ერთი მხარის მიერ ამის მცდელობა ძალიან სერიოზული მცდელობა დავინახეთ, რომ აი ამის კიდევ უფრო მეტად ამ ესკალაციის, ტემპერატურის აწევის, დაძაბულობის გაძლიერების მცდელობა აშკარა იყო, იმიტომ რომ საშუალებაა საკუთარი მომხრეების და რაღაცნაირად დარაზმის. ნამდვილად უბრალოდ გარკვეულწილად რეალურად უკუ შედეგიც კი იქონია რაღაცა ნაწილში ბუნებრივია, იმიტომ რომ ის მშვიდობიანი აქციები, რომელიც მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო, თქვათ და ძალადობაში. გადაიზარდა ძალადობაში, შემდგომ ყოველად გაუგებარი ეს ესე ვთქვათ პოლიციის მიმართ დამოკიდებულება, defunding is ყოველად გაუგებარი ამას ყველა ქვეყანაში პოლიტიკოსები მით უმეტეს წინა საარჩევნოდ ერიდებიან, იმიტომ რომ პოლიცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ქვეყანაში უსაფრთხოების და შესაბამისად ესე შეტევა პოლიციის შემდგომ იყო რაღაცა გამართლების მცდელობები, ამის შემოტრიალების მცდელობები ბუნებრივია, მაგრამ ასეთ ვითარებაში გახმიანებული უკვე პოზიცია ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს რეალურად ერთი მხარის დამოკიდებულებაში ქვეყანაში სტაბილურობასთან მიმართებაში. აქედან ესე ჩანს, ჩემი გადმოსახედიდან, შეიძლება ჩემი აზრია ერთნიშნულოვნად, მაგრამ არის ესეთი შეგრძნება და ესეთი განცდა, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც წამოიწია ზედაპლანზე, რომელიც წამოვიდა ზედაპლანზე, ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, მულტიპლიკაციის, ამის გაძლიერების მცდელობა იყო წინა საარჩევნოდ, ვინაიდან ბევრი მცდელობა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის, ბევრი მცდელობა იყო მისი იმიჯის შერყევის, მისი ესე ვთქვათ, ძალაუფლების შევიწროების, დონალდ ტრამპი თავის მხრივ ბუნებრივია აკეთებდა არაორდინალურ განცხადებებს, მაგრამ მეორე მხარეს იყო მუდმივად აი ამ შეფერხების, ხელისშეშლის, სკანდალური ინფორმაციების, ამაზე შემდგომ ამ ყველაფერზე აწყობის მცდელობა. მე არ მგონია, რომ ჯერ ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანას, უშუალოდ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერს სარგებელს არ მოუტანს და მეორეს მხრივ ასევე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას, კონკურენტ პოლიტიკურ ძალას მოუტანოს სარგებელი. მე ვიცი უშუალოდ ამერიკელებისგან, რომ მდუმარი ამომრჩეველი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი იმისათვის, რომ პირიქით საპირისპირო თუ ერთ მხარეს ფიქრობდნენ ამორჩევლის კონსოლიდაციას, ასეთივე წარმატებით და შეიძლება კიდევ უფრო მეტი წარმატებით მოხდა მეორე მხარესაც ამორჩევლის კონსოლიდაცია და უკვე ესეთი სტატიების და სათაურების, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე ადამიანები ესე პირდაპირ ასათაურებენ თავის ტვიტებს, სტატიებს, რომ მე რომელიც არასდროს არ მივცემდი ხმას დონალდ ტრამპს, ყველაფერი ეს იქამდე მიდის, რომ მიმიყვანენ იქამდე, რომ წავიდე და მხარი დაუჭირო დონალდ ტრამპს. ბუკა გითხრათ, ჩემ სამეზობლოში ასე ვთქვათ, განწყობილება, რომ ვთქვათ, ესე იგი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში არ იყვნენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკით დაინტერესებულები და მაინდა-მაინც აქტიურობით არ გამოირჩევდნენ, პირდაპირ აი სახეზე ეტყობათ, ესე კრიჭა შეკრულები უკვე ესე გადაწყვეტ არ ამბობენ, ვერ ამოაგლიჯავ იმით, როგორც ამბობენ გაზით, მაგრამ გადაწყვეტილია თუ ყველაფერი და ის რასობრივი მომენტი, რომელიც წინააღმდეგ მithom დაიწყოს მოძრაობა, ამან უკვე ეფექტი გამოიღო. მითხრა კიდე ჩუმად რამდენიმემ, რომ საერთოდ არ მახსოვდაო კანისფერი და საერთოდ არ ვაქცევდი ამას ყურაფხები და იმდენ იქნეს, რომ რასისტად ჩამომაყალიბესო. ამიტომ აი რას გეუბნებიც, რომ უკვე ეფექტიც
სწორედ გეთახმები, რაზეც ეს არის. ეხლა ტრამპი ვახსენე, მაგის მთავარი არის, ამის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად არაორდინარული, უბრალოდ ბოდიში ამ ჟარგონზე ფეხებზე კიდია რას ამბობენ და ეს კიდევ უფრო აგიჟებს მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ სხვა თუ ამაზე ასე ვთქვათ, პასუხს მიცემდა და ატყდებოდა ასეთი შედეგი გამოვიდოდა, ეს რაღაც აი რო ამბობენ შეაყარე კედელს სერციო, ახლა ეს ზედაც არაფერს ამას ყველა. რა მინდა ახლა კიდე შენგან გავიგონო. აი საერთაშორისო სიტუაცია, რომელიც ტრამპმა პრაქტიკულად შეცვალა. უფრო იზოლაციონისტკენ წაიყვანა ამერიკა, ნატოსთან ურთიერთობა რაღაც სხვანაირად დახედა. თვითონ ამბობს, რომ მე პირიქით კაც ვაკეთებ ნატოსთვის, იმიტომ რომ ფულის შემოსვლა გაიზარდა და ასე შემდეგ. იგივე აი ხა ბოლოს ძალიან ცდილობენ მოწინააღმდეგები, რომ რაღაცნაირად გაუბათილონ ეს და ამბობენ, რომ არაფერი დიდი წარმატება არ არის, მაგრამ აი ეს ისრაელთან დაკავშირებით, კოსოვოსთან დაკავშირებით, ეს რეალურად მართლა ხდება თუ ეს მართლა რაღაცა წინასაარჩევნო ბუფონადაა თუ მართლა რეალური მოვლენებია რაღაც? არა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული წარმატება არის. მოდიში ამ გავარდნისთვის რაღაც ისეთი ხარავში. ძალიან სერიოზული წარმატება ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ბოლო ყველაზე გადამეტების გარეშე შეიძლება ისტორიული შეთანხმების მიღწევა. ეს თვეების წლების განმავლობაში ამაზე ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა. იყო რა თქმა უნდა ესე ვთქვათ წარუმატებელი სტარტიც ახლო აღმოსავლეთის საუკუნის გეგმა, რომელიც არც დიდი გამოხმაურებით იყო და არც დიდი მხარდაჭერით ესე ვთქვათ შეხვედრილი, მაგრამ ამავე დროს ეს მუშაობა გრძელდებოდა და მივიდა იქამდე, რაც არ მომხდარა ორი ქვეყანა იყო მანამდე, იყო ეგვიპტე და იყო იორდანია, რომელიც აღიარებდა ისრაელის სახელმწიფოებრიობას და დღეს უკვე ჩვენ ხედავთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა მოაწერეს ამ შეთანხმებას ხელი და ეს არ არის უკანასკნელი ქვეყნები სპარსეთის ყურიდან სუნიტური არაბული ქვეყნები კიდევ არის მოსალოდნელი. დონალდ ტრამპმაც დაანონსა, რომ არჩევნებამდე კიდევ იქნება რამდენიმე ქვეყანა, მან თამამი ციფრი თქვა, რა თქმა უნდა 5-6, თუმცა ეს ყველა ეს შემომატებული ქვეყანა ერთ მნიშვნელოვნად იქნება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ყულაბაში. მე ერთი რამ მინდა ძალიან გარკვევით თქვა, რომ ეს არ ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. ეს ვერ იქნება, ხვალ ვერ იქნება ზეგ, მაგრამ რეალურად ძალიან სერიოზული ყინულის დნობა დაიწყო და ძალიან სერიოზული გარღვევა მოხდა ამ თვალსაზრისით, ვინაიდან სპარსეთის ყურის ქვეყნები და აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საუდის არაბეთს. საუდის არაბეთის ქვეყნის პოზიციაც უკვე წლებია, ბოლო რამდენიმე წელია შედარებით შერბილებულია და შედარებით ესე ვთქვათ გზავნილებში სერიოზული სახეცვლილებაა ისრაელთან მიმართებაში, თუ კი ისინი მანამდე იყვნენ ერთწლოვანი, რომ ისრაელი არის მტერი, ისრაელს არ აქვს არსებობის უფლება და ასე შემდეგ, უკვე ბოლო წლებია ისინი ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ერთ მნიშვნელოვნად გზავნილებში აფიქსირებენ და საუდის არაბეთის პრინცთან მიმართებაშიც დონალდ ტრამპმა ესეთი გარკვეული თავდაჯერებითაც თქვა, რომ სწორ დროს და სწორ მომენტში საუდის არაბეთიც აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას. ეს ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ესე ვთქვათ წამყვანი ზესახელმწიფოს მხრიდან ასეთი სერიოზული დიპლომატიური გარღვევის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი არის
ირანის მიმართ ირანის სიტუაციაში რამდენად პოზიტიური როლის თამაში მიდის, აი როგორ ხდება მის შეჩერება, ხო, საინტერესოა. ერთ მნიშვნელოვნად მე შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა 2017-ში შესაძლოა მაშინ მიუღწეველი იყო მეტი შედეგის შეუძლებელი იყო მეტი შედეგის დადება ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში, მაგრამ დონალდ ტრამპის მიდგომა ირანთან მიმართებაში, რომ შეთანხმება უნდა იყოს კომპლექსური. ირანი უნდა ვაიძულოთ, რომ ვარი თქვას ტერორისტული და პარამილიტარისტული ორგანიზაციების დახმარებასა და მათი აქტივობების შეჩერებაზე. ამის გარეშე ყოველგვარი შეთანხმება ბირთვული პროგრამის თაობაზე, რამაც სხვათა შორის საშუალება მისცა მართლაც ნაღდი ფულით ქეშით მიეღო უკვე ირანის მოქმედ ხელისუფლებას მიეღო ამ შეთანხმების შედეგად, საიდანაც ეს ფული არ წასულა ირანის კეთილდღეობაზე და არც მისი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში წავიდა ისევ და ისევ ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ანუ კლასიკური შანტაჟის სიტუაცია იყო რა, რაღაცას დავთვალ სინამდვილეში გადამეხადეთ და მე ჩაატრიალა ეს ფული უკან ამ დაპირისპირებაში, ესე გამო. კი ბატონო, და ამდენად ამ შემთხვევაში ნამდვილად მისი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ მე ხშირად ვიხმარ ამ სიტყვას, არის არაორდინალური. მე დიპლომატი ვარ პროფესიით და ასეთი, ესე ვთქვათ, არაორდინალური ნაბიჯები დიპლომატიას ბევრი არ ახსოვს, იმიტომ რომ მიღწეულის დიპლომატია არის შესაძლებლობების მიღწევის ხელოვნება, ასეთად არის ცნობილი და ეს შესაძლებლობები არ აღმოჩნდა საკმარისი დონალდ ტრამპისთვის. მე სრულად ვიზიარებ მის მიდგომას, რომ ამ მაქსიმალური წნეხის პირობებში საბოლოო ჯამში რეალურად შესაძლებელი იქნება მაინც ირანის იმ აზრამდე მიყვანა, აუცილებელი იქნება ყოველ შემთხვევაში და ის დახარჯავს შემდგომი ადმინისტრაციას დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ბევრ ენერგიას იმისთვის, რომ ირანს ხელფეხი შეეკრას როგორც ბირთვული პროგრამის განხორციელებაში, ისე ტერორისტული საქმიანობის. არ შეიძლება იმ ფაქტის დაკნინება, რომ გენერალი სოლეიმანის ლიკვიდაცია იყო ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებული ოპერაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული, იმიტომ რომ მისი ამ სცენიდან მოშორებამ ჩვენ რაც დავინახეთ ბოლო პერიოდში ტერორისტული აქტივობები და ძირგამონთხრელი საქმიანობა შეასუსტა, იმიტომ რომ თავი მოაცილა რეალურად ძალიან სერიოზულ ორგანიზაციებს. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ სამხრეთ აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ გზადდება თავდასხმა და ტერორისტული აქტი, მაგრამ აქაც დონალდ ტრამპი შეუვალია, მან არაერთხელ აჩვენა, სხვათა შორის მოსულიდან მალევე ISIS-ის მიმართ, როდესაც ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ბომბი ჩააგდო იქ, სადაც იმალებოდნენ ISIS-ის ტერორისტები, ასევე დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ თუკი ერთი ცდელობაც კი იქნება ამერიკის მოქალაქის და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ განხორციელებული, რეაქცია იქნება დაუყოვნებელი და რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი, ძალიან ძლიერი და ძალიან სასტიკი და დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ის რეალურად ამის განხორციელებელი. ამდენად ძალიან სერიოზული სვლა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან ახლო აღმოსავლეთში აი ამ კონკრეტულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ვითარების ნორმალიზების მიმართულებით. აქ მუშაობდა ისრაელის მხარეც, მუშაობდა მოსადიც, რა თქმა უნდა, მთავარ წინა პლანზე იყო
დონალდ ტრამპის ყველაზე ახლო მრჩეველი მისი სიძე ჯარედ კუშნერი მასთან ერთად ძალიან სერიოზული როლი ითამაშეს ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დეივიდ ფრიდმანმა, ასევე ავი ბერკოვიჩმა, რომელიც არის ჯარედ კუშნერის მარჯვენა ხელი და კონკრეტული მისიების განხორციელებელი. მოკლედ ამ დიპლომატიამ ძალიან კონკრეტული შედეგი მოიტანა. აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ძალიან დაბალ ტონალობაში აღნიშნავენ, სკეპტიციზმით აღნიშნავენ დონალდ ტრამპის საარჩევნოდ არ იყოს ეს ქულები ამ წარმატებას და ცდილობენ მაქსიმალურად რომ სხვა ესე ვთქვათ მოვლენებით გადაფარონ უბრალოდ ის ფაქტით სახეზეა რომ კვლევებშიც კი და მე ვთვლი რომ გარკვეულწილად ამ კონკრეტულმა გადაწყვეტილებამაც თავისი წვლილი შეიტანა გეპი რომელიც დღეს არსებობს ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის მნიშვნელოვნად სერიოზულად შეამცირა ბოლო პერიოდის გამოაცხადეს რომ აქტიურად როგორც არის დედლოკ ანუ გათანაბრება ხდება კი ნამდვილად სერიოზული კიდევ საკითხი ამაზე ძალიან მაინტერესებს შენიაზე რომელიც ჩვენთვის ტკივნეულია და უფრო ახლოა აი ეს გაუთავებელი თემა რომელიც თამაშდება ტრამპის გარშემო და საერთოდ ამერიკის გარშემო რუსეთი და ადმინისტრაცია რუსეთი და ამერიკა მით უმეტეს ეხლა ერთი მხრივ თქვა რასაც საყოველთაო რომ თითქოს აი რევერანსებს აკეთებს პუტინის მიმართ მაგრამ მეორე მხრივ შეუძლებელია არ დავინახოთ იგივე სერბეთის და კოსოვოს ხელშეკრულება იგივე აი ამ ნავთობსადენის მიმართ დამოკიდებულება პოლონეთში ჯარის გადაყვანა ბალტიისპირეთის დახმარება ანუ თითქოს ორი სხვადასხვა მიმართულება ერთი არის ესეთი გამოხატული რიტორიკა სხვათა შორის იმებს დიფირამებს უღელოდა ჩრდილოეთ კორეას ეგეც ეს იყო საქმით ვითომე ანუ რაღაც ეს მისი სტილია თითქოს ესეთი რომ ჩინეთის პრეზიდენტს აქებს და მეორე წუთას უცბად ამბობს რომ ჩინური ვირუსი და დავიღუპეთ ეს რა გააკეთესო და აქაც ესე იგი საქმით თუ შეხედავ თითქოს ავიწროვებს რუსეთს რეალურად მაგრამ აი შენ როგორ ხედავ ამას მე შემიძლია აბსოლუტური დადასტურებით გითხრა თორნიკო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მხრიდან განხორციელებული კონკრეტული ნაბიჯები რიტორიკას რომ თავი დავანებოთ კონკრეტული ნაბიჯები ძალიან მიზანმიმართულია და ძალიან მტკივნეულია კონკრეტულად რუსეთისთვის, იმიტომ რომ ურტყავს იქ სადაც ყველაზე მეტად ტკივა კონკრეტულად რუსეთს და მას ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპს ბევრი ვერ გაეჯიბრება იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, იმ სანქციების შემოღებაში, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში მიიღო როსნეფტის გაზპრომის პრიგოჟინის რომელიც არის უახლოესი და მთელი მისი ამ ვაგნერის კამპანიის და ტროლების ქარხნების ესე ვთქვათ მამოძრავებელი და მასტერმაინდი და ხელმძღვანელი მათ მიმართ ამ კონკრეტული პირების მიმართ კონკრეტული ესე ორგანიზაციების და კონკრეტული დარგების მიმართ განახორციელა მან ძალიან სერიოზული სულები სანქციების სახით ეს ერთი მეორე რა თქმა უნდა ჩემთვის გულწრფელად ყოველთვის აი ესეთი პირველი შეხედვით ბუნებრივია შემაშფოთებელი საყურებელია როდესაც რაღაცა აი ჰელსინკის შეხვედრას როდესაც უყურებდი რაღაცა ამ ცდელობა თითქოს რაღაცა ყინულის დალღობის მე კარგად მახსოვს რუსეთთან რესტარტის ღილაკის დაჭერის ეს კადრები ბუშმა თქვა თვალებში ჩავხედეო და ეს ჯორჯ ბუშის სიტყვებით მახსოვს კარგად რომ თვალებში ჩავხედე და მასში ადამიანი დავინახეო ასევე ამდენად დონალდ ტრამპი არ არის ესე ვთქვათ მათგან ბევრად განსხვავებული რიტორიკაში, მაგრამ განსხვავებულია კონკრეტულ ქმედებებში. განსხვავებული არის კონკრეტულ ქმედებებში. თანაც მე ვთვლი ეს არის ასევე ჩემი ხედვაც რომ დონალდ ტრამპი ძალიან სწორადაც სხვათა შორის მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ და
თავარ საფრთხის წყაროდ აღიქვავს ჩინეთს. ამისად ჩინეთთან კონტექსტში რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, ლიდერთან ურთიერთობა სხვა ჭრილში არის დასანახი. იმიტომ რომ ლუკა სვენელისთვის მინდა ვთქვა რომ ცოტა მასშტაბები წარმოიდგინოს რა. აი ერთი შტატი რო ავიღოთ, გინდა კალიფორნია, ტეხასი, კიდე ამათ უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ვიდრე მთლიანად რუსეთს. ანუ 50 შტატი ამერიკაში ხალხო რო იცოდეთ რა და ესე იგი კალიფორნიამდე და ტეხასამდე რო ვერ მივა ქვეყანა, ამ დროს ჩინეთი არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში. ამიტომ ცოტა გადახედეთ, ასე ვთქვათ, თქვენს საერთოდ უბრალოდ რეპლიკა. კი, ნამდვილად, აქვე სტატისტიკისთვისაც რომ დავამატოთ, ამერიკის ეკონომიკა არის 20 ტრილიონი, 20 ტრილიონზე მეტი, ჩინეთის ეკონომიკა არის 19 ტრილიონი და რუსეთის ეკონომიკა მთელი თავისი ნავთობით, გაზით და ყველაფრით არის 1.6 ტრილიონი მასშტაბები. ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს, თავი რომ დავანებოთ რეალურად რუსეთში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის. ტრამპის ვექტორი უფრო ჩინეთისკენ არის ვიდრე რუსეთის. ერთ მნიშვნელოვნად ის განგაშის ზარი, რომელიც მან შემოჰკრა, სავსებით გასაგებია, იმიტომ რომ ჩინეთი არც მალავს რომ 2050-ისთვის ის გეგმავს რომ იყოს ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში. ამისთვის როგორც საგარეო მიმართულებით ერთი სარტყელი, ერთი გზის პროექტის განხორციელებით, ისევე კერძო ინტელექტუალური საკუთრების მუდმივი, ესე ვთქვათ, მიტაცების მცდელობით აქტიურად არის ჩართული თუ აქამდე იყო საუბარი მხოლოდ რუსულ ჰაკერულ საქმიანობაზე. ეხლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია ჩინური, ირანული, ეს ჰაკერული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კამპანიების დახაკვას. გარდა ამისა, ასევე ვაქცინისთვის პირველობაში ბრძოლისთვის ისინი არაფერს არ ერიდებიან. ისევე როგორც უსაფრთხოების კუთხით დონალდ ტრამპის მხრიდან დანახული 5G მეხუთე განზომილების, ესე ვთქვათ, Huawei-ის საქმიანობას მისი მტკიცებით შორს ცდება მხოლოდ ტელეკომუნიკაციის სფეროს და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე სადაზვერვო საქმიანობის წარმოებისთვის და მან შეძლო გადაერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ხელმძღვანელობა მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად შეაცილებენ და 24-ისთვის შეწყვეტენ Huawei-ისთან თანამშრომლობას. აი ამ მთელი რიგი მიმართულებებით რეალურად ჩინეთი მართლაც და სამხედრო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისითაც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს, უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ დონალდ ტრამპმა თავის კონვენციაზე მიმართვაში 15-ჯერ ახსენა ჩინეთი, ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა ჩინეთზე. რომ დაუბრუნდეთ რუსეთს, ამიტომაც ვამბობ ზუსტად რუსეთთან მიმართებაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება, არ შემიძლია არ შევეხო ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, როგორიც არის Nord Stream 2. Nord Stream 2-თან მიმართებაში დონალდ ტრამპის ძალისხმევა, რომ არა, დღეს ჩრდილოეთ ნაკადი 2 დასრულებული იქნებოდა რეალურად. ეხლა ნავალნის მოწამვლამ განაპირობა ის, რომ უშუალოდ გერმანიის ხელმძღვანელობის და ევროპის თავსატკივარი გახდა ეხლა რეალურად ამ საკითხის განხილვა. დონალდ ტრამპი ადევნებს ამას ყურადღებით და ინტერესით თვალყურს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა გერმანიის ხელისუფლება და ანგელა მერკელი თავის მოღვაწეობის დასასრულს ჩრდილოეთ ნაკადის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, დონალდ ტრამპი გააგრძელებს ძალისხმევას იმისათვის, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეჩერებულ იქნას. ამას აქვს რამდენიმე განზომილება,
აქვს ბუნებრივია ეკონომიკური განზომილებაც, ეკონომიკა და ეკონომიკა და სხვა საკითხები ცალ-ცალკე ხო არ არის მართლა ხო ვერანაირად ვერ იქნება, რა თქმა უნდა, თორნიკე და სრულიად გასაგებია, რა თქმა უნდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოსგან, რომელთანაც ერთად ხარ ალიანსში, შესაძლოა ცოტათი უფრო მეტად ძვირი, მაგრამ შენი პარტნიორისგან მიღებული ენერგომატარებლები უფრო მღირებულია და სრულებითაც არ ხდის შენ დამოკიდებულს რუსულ გაზზე, რაზეც არის 35%-ით ჩამოკიდებული მთელი ევროპა და ყოველი ზამთრის მოახლოებისას მუდმივად პირიქით ყოველთვის რუსეთის მხრიდან შანტაჟის სვერპლი გამხდარა ევროპა, რაც ჩვენ გვინახავს აქამდე, ვიდრე ევროპას მყარად განეცხადებინოს, რომ მორჩა ხვალიდან ჩვენ აღარ ისე როგორც პოლონეთმა გააკეთა მაგალითად. ხო, ჩვენ აღარ შევისყიდით, ჩვენ აღარ ავიღებთ ამ თქვენს გაზს. რა დაუშავდა პოლონეთს, იპოვა გამოსავალი, ხო, ესე იგი იპოვა გამოსავალი, კიდევ უფრო შორსაც წავა, პოლონეთი არის ძალიან ეკონომიკურად ძალიან ძლიერიდან ფეხზე დამდგარი, მყარად დამდგარი სახელმწიფო, მას აქვს ცუდი მეხსიერება საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან ურთიერთობის ძალიან ცუდი მეხსიერება და ვინ თუ არა პოლონელებმა კარგად იციან რას ნიშნავს საერთოდ რუსეთთან მიმართებაში რამეზე დამოკიდებულება ოდნავ მაინც. შესაბამისად ეს მიდგომაც დონალდ ტრამპის გერმანიასთან მიმართებაში ჩემი გადმოსახედიდან არის სავსებით სამართლიანი. მე დავხარჯო ფული რომ შენ იყო უსაფრთხოდ, მაგრამ შენ წახვიდე და ეს ფული რასაც მოგავს საერთო თავდაცვაზე გადაიხადო იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომლისგანაც მე გიცავ, ცოტა ალოგიკურია ნამდვილად და ამას მე კიდე დაარქვა რომ ეს არ არის გეოპოლიტიკური პროექტი, არ მგონია რომ ვინმე რაღაც მოაზროვნე ადამიანს საერთოდ ჯეროდეს ამისი რომ ეს არ არის გეოპოლიტიკური და მხოლოდ ეკონომიკური განზომილების პროექტი არის. შესაბამისად ამ მიმართულებითაც ნამდვილად ძალიან სწორ ნაბიჯებს დგავს. მე ყველაზე მეტად რაც ვაშფოთებს არის ევროატლანტიკური ძაფების, ესე ვთქვათ, მორყევა, ევროატლანტიკური ძაფების შიგნით რღვევა, ეს არ არის მერთმნიშნელოვნად ცალმხარეს, ანუ ატლანტიკის ოკეანის ცალმხარეს, აქ ყველგან უნდა ვეძიოთ ამის მიზეზები და ამის საფუძვლები, იმიტომ რომ მართლაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა შეამცირა გერმანიაში თავისი ყოფნა, მაგრამ რედისლოცირება მოახდინა ევროპის სხვა სახელმწიფოებში. გარდა ამისა, მან თავის დანაპირებს ის ასრულებს ამერიკული ჯარების სახში დაბრუნების თაობაზე, როგორც ევროპიდან, ისე ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა, მაშინ, როდესაც დიდი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყიდან გადის ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტი დღესაც უზრუნველყოფს პირველ რიგში მათი, ესე ვთქვათ, ნავთობსაბადოების უსაფრთხოებას და ასევე ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული კონტრტერორისტული და კონტრექსტრემისტული საქმიანობა მიმდინარეობს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეც წაუკენონ ბრალი რომ იზოლაციონიზმისკენ და ეს ამერიკა უპირველეს ყოვლისა რომელი ქვეყანა არის რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებს წინ მე ცოტა ნაკლებად წარმომიდგენია ხა თუ არიან კონკრეტული ლიდერები შეიძლება ლუკაშენკო იყოს ერთი თემა რაღაცნაირად განვიხილოთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი საქმე რა. საქართველოსი და ამერიკის დამოკიდებულება, ურთიერთობა და რა ხდება რეალურად, აი ამ ადმინისტრაციის დროს მოგვაკლდა ყურადღება, მართლა უკანა პლანზე გადაიწია საქართველოს, ეს მარტო ამერიკის ბრალია თუ ჩვენი ბრალიც არის. აი და ეს მთელი პროცესი, რომელიც ახლა შენ ძალიან კარგად აღწერე, რამდენად მოქმედებს ჩვენზე
კარგისკენ თუ ცუდისკენ და საერთოდ რა უნდა ვქნათ აი ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთოდ მე რაღაცას გავიხსენებ, როდესაც ვაშინგტონში მუშაობდი, ყოველთვის იყო ხოლმე ესე წინას არჩევნოთ. ერთი წლით ადრე, წლინახევრით ადრე ამერიკის ადმინისტრაციის ის წარმომადგენლები, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ყოველთვის გეუბნებოდნენ, რომ აი ეს ნახევარი წელიწადი მაქსიმალურად გამოვიყენოთ თუ რაღაცა გინდათ, რაღაცა გჭირდებათ, იმიტომ რომ შემდეგი მთელი წელი გადართული ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმეებზე და არ გეწყინოთ, მაგრამ არავისთვის არ გვეცხელება ჩვენ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გზნობიარე საკითხებზე, მტკივნეულ საკითხებზე, მნიშვნელოვან საკითხებზე 2008-ში გახსოვს კარგად თორნიკე ცენტრალური გახდა ჯონ მაკკეინის დამსახურებით საქართველოს საკითხი ცენტრალური გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიის პროცესში. ასე რომ ეს ყურადღება შეიძლება რაღაცა ეტაპზე ამერიკული მხრიდან, რაღაცა ეტაპზე ისეთი ინტენსიური არ არის, მაგრამ არასდროს არ ნელდება ინტერესი. მე შემიძლია მთელი დარწმუნებით თქვა, ეს მცდელობა ყოველთვის ამ აგიტაცია პროპაგანდის, ესე ვთქვათ, მანქანის, რომ სად არის ამერიკა, როდის გვეხმარება, სად გვეხმარება, რაში გვეხმარება, რაში გამოიხატა რა წყალი და პამპერსები მოგვაწოდეს ომის დროს. ეს არის ძალიან, ესე ვთქვათ, დაბიო ხარისხის პროპაგანდისტული საქმიანობა, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, მე შემიძლია გადამეტების გარეშე ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ან არ იქნებოდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან 10-ჯერ, 100-ჯერ და 1000-ჯერ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, რომელსაც არ უსურვებ არც ერთ ქვეყანას. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველოს მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბუნებრივია კომუნიკაცია რაღაცა დოზით და რაღაცა ხარისხით, რა თქმა უნდა, ინტენსიური, აი დღეს დასრულდა ზუსტად ერთობლივი წვნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ის წვნებიც, ის ესე ვთქვათ, დიპლომატიური არხებიც მუშაობს ძალიან სერიოზულად და ძალიან აქტიურად. მაგრამ როგორც კი დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და ადმინისტრაციაც ჩამოყალიბდება, გამოიკვეთება მთავარი პირები ამ ახალ ადმინისტრაციაში, საქართველოს საკითხი უნდა ავიდეს იმ სიმაღლეზე, თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციის პირველ პირებს შორის არ დადგება დღის წესრიგში talking point-ებში ჩამონათვალში ძალიან მაღლა საქართველოს საკითხი, რუსეთი ისეთივე, ესე ვთქვათ, სიმშვიდით გააგრძელებს გოჯი, მეტრი და მოქალაქედან მოქალაქემდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიტაცებას, მკვლელობას და ესე ვთქვათ, ჩვენი მიწების მიტაცებას. და უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ თითქოს ესეთი ჩამოყალიბებული აზრის, ესე ვთქვათ, აზრის გავრცელების და დამკვიდრების მცდელობაა, რომ ვისცხელა ნატოსთვის, რა დროს ნატოა თვითონ შიგნით ვერ გარკვეულან ერთმანეთში ჯერ იქ დაალაგდნენ, ჯერ იქ გაერკვენ და მე ეს რა თქმა უნდა სტარია, ეს პროპაგანდისტული მანქანა თავის საქმეს აკეთებს ბუნებრივია, მაგრამ ხელისუფლება უნდა იყოს თავის სიმაღლეზე, იმუშაოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან და მუდმივად ეძიოს გზები. როდესაც დონალდ ტრამპსაც თვითონ უყვარს ღია და პირდაპირი საუბარი, მისი ადმინისტრაციაც არ წარმოადგენს, ესე ვთქვათ, მორიდებულ საზოგადოებას, ამიტომ ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი უსაფრთხოების გამტკიცების თვალსაზრისით უფრო სტრატეგიული, უფრო დიდი ამოცანების განხილვის დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ნატოში გაწევრიანების
დაჩქა გზების, ახალი გზების, ამ გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე ინტენსიური საუბარი. მაგალითად, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაზე კიდევ უფრო მეტი ინტენსიური საუბარი. ორმხრივი, ესე ვთქვათ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ლეგალიზების შესაძლოა დღეს არა მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტატუსი სუთიძე ჩამოსათვლელ ქვეყნებს აქვს და დღეს ეს თემა არ განიხილება, მაგრამ დღის წესრიგში ესე ვთქვათ, მაგიდაზე ყველა შესაძლებლობა უნდა იდოს, რომ საუკეთესო გამოვიყვანოთ იქიდან, იმიტომ რომ ეს ჩვენი ესე ვთქვათ რუტინაში გადასული ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ ვაკნინებ არც ერთ შემთხვევაში, ბუნებრივია და ძალიან მნიშვნელოვანია არსებული დიალოგის მექანიზმი, არსებული სხვა მექანიზმები, მაგრამ ხალი დიდი თემების წამოწევა არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, რომელსაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდის მანძილზე მე არაფერი მსმენია პირიქით ამერიკის შეერთებული შტატების მკვლევარების მხრიდან გახმიანებული ახალი ინიციატივები აქედან საუკეთესო შემთხვევაში დუმილით ან უარეს შემთხვევაში ესე ვთქვათ იგნორირებით და უარყოფით დასრულებულა ნატოს მეხუთე მუხლის ნაწილობრივ გამოყენებაზე მაქვს საუბარი ლუკკოფის ჩამოყალიბებული ინიციატივა, რომელსაც საკმაოდ ისეთი ხისტი დამოკიდებულება დახვდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თუ კი ეს წადილი რეალურად მართლა სერიოზულია და არა ვართ ხელსაყრელი მომენტის მოლოდინის რეჟიმში, მაშინ ამას ჭირდება ქმედება, მუშაობა. ბოლო დეტალს ვიტყვი, რომ აი ესე ვაშინგტონში მუშაობის პერიოდში ლევან მიკელაძეს ყოველთვის მუდმივად ჰქონდა ძალიან ინტენსიური კონტაქტი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ჩვენთვის ესე ვთქვათ, სასარგებლო ფორმულირებით მომხდარიყო ამერიკის პირველი პირის სასაუბრო თემებში საქართველოს თემა. და ამის შემდეგ მე ჩვენ ესე ვაყოფილებით ისევ შევხვდებოდით ხოლმე ჩვენს კოლეგებს და რომ თემა ჩადებულია, თემა ითქმება, დაელოდეთ შემდგომ შედეგებს და შემდგომ რეაქციებს და ამას ჭირდება ყოველდღიური მუშაობა ბუნებრივია ყველასთან. როგორც კაპიტოლიუმზე, ისე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან და თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, რა თქმა უნდა. ეს დამაიმედებელი ის არის, რომ რეალურად მუშაობის საფუძველი და ნიადაგი არსებობს, როგორც ეთყობა, ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ უბრალოდ ჩვენს გასაკეთებას ჩვენს გარდა არავინ არ გააკეთებს. არც ერთ შემთხვევაში ეს არის ილუზია, ეს არის ესე ვთქვათ ყოვლად მიუღებელი პოზიცია, რომ მოგხედონ ახლა ესე აკვია და მქნან რამე თუ რამის გამკეთებლები არიან. თუ არ შეაწუხებ, თუ არ ესე ვთქვათ კარს არ ჩამოუნტრევ მართლა და ყოველდღიურად ამაზე არ იმუშავებ, ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენი სახელმწიფოც არის მსოფლიოში, იმდენი მიმართულება აქვს, იმდენი შემწუხებელი ყავს, იმდენი ინტერესი აქვს და იმდენი სტრატეგია და ხედვა აქვს. შესაბამისად, შენ უნდა იყოს სხვაზე უფრო მეტად ათჯერ აქტიური, თუ შენ ამისი პოლიტიკური ნება გაქვს. შეიძლება ასე დეკლარაციის დონეზე ვისაუბროთ, რომ არასდროს არ ყოფილა ამაზე ძლიერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორიც არის ეხლა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, რომ იყოს კიდევ უფრო მეტად, უფრო ძლიერი, უფრო მეტად გაძლიერებული, მაგრამ ამას ჭირდება ყველა ესე ღილაკზე დაჭერა, ყველა შესაძლო ღონისძიების ჩატარება და განხორციელება და თუ კი ლობისტების საქმიანობა რამეს ჭირდება ყველაზე მეტად.
ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა და არა რაღაცა კონკრეტული სამოქმედო ვარიანტებიც კი ჩვენ თვითონ უნდა შევთავაზოთ და მე ისინი შემდეგ განიხილავენ და ნამდვილად აქედან უნდა იყოს უფრო მეტი მუშაობა და იქიდან კიდე პირიქით თანხმობა და თანამშრომლობის სურვილი. ბუკა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ბევრი გავიგე და ბევრი მივიღე ჩემთვის. იმედი მაქვს ჩვენ მოსვენელმაც და იმედი მაქვს რომ ეს არ არის ბოლო ჩვენი შეხვედრა ამ ფორმატში და კიდე გავაგრძელებთ და რაღაცა საინტერესოს ვილაპარაკებთ. პირიქით, დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა ასევე თორნიკე ამ შესაძლებლობისთვის და ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით რომ ვისაუბროთ წინ ძალიან სერიოზული საარჩევნო კამპანია როგორც საქართველოში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრი მოვლენის განვითარება მოხდება და მზად ვარ ყოველთვის. მართალი მზადები. დიდი მადლობა ბუკა პეტრიაშვილს, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, ვინც გვისმენდა და ვინც კიდევ მოისმენს ამ ჩვენ საუბარს. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.